მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში განვიხილოთ უკვე JavaScript-ის ცვლადებს. მოდი პირველ რიგში ისევ თავიდან გავიაროთ ის გზა, თუ როგორ უკავშირებთ JavaScript-ის ფაილს HTML დოკუმენტს, HTML ფაილს. ხო, მოკლედ შევქმნათ index.html-ი. შევქმნათ მისი სტრუქტურა. დავარქვათ დღევანდელი გაკვეთილის სახელი და შევქმნათ script tag-ი, სადაც მისამართს ეს არსით მივუთითებთ, რომ იყოს main.js. ანუ რა თქმა უნდა ამ სახელს უბრალოდ ასე ვარქმევთ, თორემ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა სახელს დაარქმევთ. მაგაში შეზღუდულები არ ხართ ნამდვილად. კარგი, ახლა გავუშვათ ეს ფაილი და მოდი ვნახოთ, რომ დავუკავშირდეთ ყველაფერი და ისევ კონსოლით შევამოწმოთ. აი, კი ბატონო, როგორც ჩანს მუშაობს. კარგი, მოდი განვიხილოთ ჯერ ის ცვლადი, რომელიც თითქმის აღარ გამოიყენება, მაგრამ მაინც ვიცოდეთ, რომ არსებობდა. ეს არის ვარი, რომელთაც შეგვიძლია გამოვაცხადოთ რაღაცა ცვლადი და მივანიჭოთ მას მნიშვნელობა. მაგალითად, test.tollia და ამის მნიშვნელობა იყოს test. ანუ იგივე. ხო, ახლა დავწეროთ console log-ი და აქ ჩავწეროთ პირდაპირ test-ი. აქ გამოგვიტანს test. Wars აღარ ვიყენებთ, ის ჩაანაცვლა let-მა და აი როგორც ხედავთ, არაფერი არ შემეცვლა wari და let-ი ჩავანაცვლე ერთმანეთს მხოლოდ და შედეგი იგივე გვაქვს. ხო, ანუ ეს არაფერს სხვაობას არ მოგცემდა, არანაირად შეგვიძლია wari-ც გამოვიყენოთ, უბრალოდ არის რაღაც რიგი მომენტები, სადაც აღარ ხმარობენ wars და ზოგადი სტანდარტებითაც უკვე აღარ გამოიყენება wari. კარგი, let-ის გარდა ჩვენ გვაქვს კიდე კონსტანტა, რომელიც ასევე, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც მუდმივა და ამ შემთხვევაში თუ შევქმნით მაგალითად test2 შევქმნათ, მოდი ამ დავაპატარავებ და test2 უდრიდეს test2-ს. როგორც ხედავთ, ის იგივე ვარიანტი, ანუ როგორც პირველ შემთხვევაში გამოვიტანეთ ეს ცვლადი ტესტი, რომლის მნიშვნელობაც იყო ტესტი, მეორე შემთხვევაშიც, კონსტანტას შემთხვევაშიც test2-ის ტექსტი გამოვიდა ჩვეულებრივად, რაც ჰქონდა მის განმარტებაში ჩაწერილი, მის მნიშვნელობაში. ხო, რა სხვაობა ახლა და რატო არ შეიძლება რომ მარტო ერთი გამოვიყენოთ ან მარტო მეორე. let-ის შემთხვევაში აი ხო ჩვენ შეგვიძლია აღარ გამოვაცხადოთ ტესტი თავიდან და შეგვიძლია ტესტს უბრალოდ შევცვალოთ მნიშვნელობა და მაგალითად no test რაღაცა ასეთი დავაწეროთ. ამ შემთხვევაში ახლა აი ეს ტესტი, რომელიც უნდა გამოეტანა წესით აი ეს, რომელიც გამოჰქონდა უბრალოდ გაივლის მეოთხე ხაზის შემდეგ წაიკითხავს მეხუთე ხაზს და ტესტის მნიშვნელობა ჩანაცვლდება no test-ით. ანუ თუ იყო ტესტი, აქ უკვე ჩვენ ვეუბნებით, რომ ტესტის მნიშვნელობა უნდა ჩანაცვლდეს აი ამით. ანუ ეს უდრის ნიშნავს, რომ ტესტის მნიშვნელობა არის no test. და ამას უკვე აიგნორებს, ამას შლის და ანაცვლებს აი ამით. და ახლა ამას რო დავარეფრეშებთ, გავიგებთ, რომ ტესტის მნიშვნელობა არის no test. და აი კონსოლს თუ აქაც გავაკეთებთ, კიდევ უფრო კარგად დავინახოთ, ამას დავაკომენტარებ, ამის ცვლილებას დავინახოთ უფრო კარგად. ანუ
ნახეთ ტესტი გამოვაცხადეთ, რომლის მნიშვნელობაც იყო ტესტი და console log-ში გამოვატანეთ აი ეს პირველი, აი როგორც ხედავთ მეხუთე ხაზზე გამოტანილი ტესტი არის ტესტი, ან მაგის მნიშვნელობა და ტექსტი არის ტესტი და აი მეშვიდე ხაზზე გამოტანილი უკვე, როდესაც ჩვენ მეორედ მივანიჭეთ მნიშვნელობა ტესტს, ჩავანაცვლეთ ტესტი no ტესტით და console log-ში გამოგვიტანა console log-ით გამოგვიტანა no ტესტი. ხო, ეს let-ის შემთხვევაში შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გვაქვს კონსტანტად გამოცხადებული და აი აქ დავწერთ, რომ test2 უდრის test2-ს კი არა, მაგალითად test3-ს და დავარეფრეშებთ, გამოგვიტანს შეცდომას. იმიტომ რომ კონსტის შეცვლა არ შეიძლება. ანუ კონსტით გამოცხადებული ცვლადი მნიშვნელობას არ იცვლის. და ამიტომ არის განსხვავებული. ანუ კონსტით ვაცხადებთ ძირითადად ისეთ ცვლადებს, რომელიც არ უნდა შევცვალოთ არასდროს. და ანუ მივანიჭებთ ერთ მნიშვნელობას და გვაქვს სულ ის მნიშვნელობა ამ კონკრეტული ცვლადისთვის. ხო, აქ რაც არ უნდა დავუწეროთ ამას მნიშვნელობა აზრი არ ექნება, ყველა შემთხვევაში გამოგვიტანს შეცდომას, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის შეცვლა და არც ეს არ შეგვიძლია, რომ თავიდან გამოვაცხადოთ const test2, ეს კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ საერთოდ აქვე გვაჩვენებს, რომ შეცდომას ვწერთ. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო, ცვლადები ასე გამოიყურება, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ კითხვები და მოდი ეს გამოვასწოროთ, რომ შეცდომა აღარ მოგიგდოს. ხო, მადლობა ყურადღებისთვის და შემდეგ გაკვეთილამდე.